აი მაინც ყოველთვის აჯობებენ ყველაფერში. ერთადაც და ცალ-ცალკეც, აი ქართული ოცნების ყველა წევრს, ყველა ლიდერს, ერთად გადადუღებულს, ერთად შეგროვებულს და რა ვიცი, ყველაფრით საერთოდ, აი არც შევადრი, როგორი პოლემიკაც არ უნდა გქონდეთ, როგორი ასთასხვადასხვაობაც არ უნდა გქონდეს, როგორი განსხვავებული პოზიციებიც მე არ უნდა მქონდეს, ეხლა ნიკასთან დაკავშირებით, აი ვის რა შეაინტერესებს საერთოდ ქართული ოცნების რომელიღაც ერთი უბადრუკი ისა რა ქვია წევრი რუსი რომელმაც გაყიდა უბრალოდ სული იმის გამო რომ იქ ან პარლამენტში მჯდარიყო და ან ტენდერი მოეგო საერთოდ რა სიტყვის ნიკა მელიაზე ან მიხეილ სააკაშვილზე და ვიმეორებ რაც ამ და ერთმანეთს დამართონ და ერთმანეთთან იკამათონ ვერც შევადრი უბრალოდ ვერც ერთ მათგანს და ჩრდილს ვერ მიაყენებს ვერც ერთ მათგანს რაღაც ქოცის რომელიღაცა ცალკე აღებულის და ყველას ერთად ნაბოდვარი თითოეულ მათგანზე ვერც ნიკაზე და ვერც მიხეილ სააკაშვილზე. კი ბატონო, თუმცა მაყურებლისთვის მაინც თქვი რა პოზიცია გქონდათ ხელისუფლებაში მათ შორის ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ანა, კაი დროსია, მაგრამ მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და რასთან გვაქვს საქმე რეალურად? მე ტექსტშიც თქვი რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, თქო და მართლაც პერიოდულად ხედავთ რაღაც სააკაშვილსა და მელიას შორის ესე ვირტუალურ კონფლიქტს და ძალიან მძიმე ბრალდებებს. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ნუ სიგულწრფელად გითხრათ, რომ მე ვისურვებდი, რომ მე ამ თემაზე არ ვიყო დღეს სტუმარი, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე დღე არის ეს თემა განიხილება და არა იმიტომ რომ რაღაცას თავს ვარიდებ, არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც რაღაც თემებს ან რაღაცა კითხვებს თავს არიდებს ხოლმე, არ მიჭერს არასოდეს ყველაზე მწვავე კითხვებზეც პასუხი, მაგრამ არ ვისურვებდი, იმიტომ რომ მე მართლა გულწრფელად მგონია, რომ ძალიან ბევრი სხვა საკითხი არის დღეს, რომელიც საჭიროებს იმას, რომ ჩვენ რეაგირება გქონდეს, ვიდრე ეს ურთიერთგარჩევები ერთმანეთთან. თუმცა ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია იმისი, რაც დაიწყო და რაც დაიწყო დიდი ხანია. არ დაწყებულა ეს პროცესი არც რაღაცა 2 დღეა, 3 დღეა, ან 2024 წლის არჩევნებზე, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვისურვებდი ამ ყველაფერში ხა ვიყო და ეს ყველაფერი ამ ყველაფერზე ვილაპარაკო და სხვა ბევრად მნიშვნელოვან პრობლემებზე ვილაპარაკო, ნუ მაინც გვიწევს, იმიტომ რომ ის სიტუაცია შექმნილი რა სიტუაციაც არის შექმნილი, ხო, რაც არ არის სასიამოვნო. და ძალიან სამწუხაროა, მე შემიძლია ვთქვა, ძალიან სამწუხაროა ის წერილი, რა წერილიც მე ვნახე ნიკა მელიასი, იმიტომ რომ როგორი განსხვავებული პოზიციაც არ უნდა მქონდეს მე ნიკა მელიასთან და ზოგადად ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ლიდერებთან, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში ყოფილან 14 წლის განმავლობაში დაფრთიანებულა ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის კაპიტალზე რესურსზე უშენებიათ საკუთარი რეიტინგი, კარგად გამოუყენებიათ ეს რესურსი, როცა სჭირდებოდათ მიშა კარგი იყო და ნაციონალური მოძრაობა კარგი იყო და უსარგებლიად ყველანაირი რესურსით მერე სამართლიანად თუ უსამართლოდ და მეტწილად უსამართლოდ ამ პარტიიდან წასულან, იმიტომ რომ ჩაუთვლიათ, რომ თვითონ მარტო გაკეთების რაღაცა უფრო დიდი რესურსი აქვს და წასულან ძალიან ცუდად ეს რატომღაც ყველას ეშლებოდა გამონაკლისების გარდა. მაინც მიუხედავად ამისა, მე ამ ადამიანებთან მაინც პატივს ვცემ იმ წლებს, რა წლები ჩვენ ერთად გვიტარებია პარტიაში. მიუხედავად ჩემი რადიკალური პოზიციისა ყველა წასულთან მიმართებაში და მათ შორის მელიასთან მიმართებაში, ხო? მაგრამ ნუ ხო, აბა კარგად წავიდა. წასვლა არასოდეს არ არის აი ესეთი სიტუაციიდან სწორი. როდესაც თუ ამბობთ, რომ საერთოდ ყველა ვინც წავიდა ნაციონალური მოძრაობიდან, რატო წავიდა რა იდეური თანხმედრა არ იყო? თუ მართლა ვინმე ჯერა ეხლა რომ ეთერში რასაც ხოთანდა წინაპირობა ანა დაკავშირებით საერთოდ არ განსხვავდებოდა. არ განსხვავდებოდა არავისი წასვლისგან საერთოდ მაგასაც ახსნი. იდეური თანხმედრის და ან არ თანხმედრის გამო, ან იმიტომ რომ ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი მოსწონდა და არ მოსწონდა, არავინ არ წასულა ამ პარტიიდან. ამ პარტიიდან ყველა წავიდა საკუთარი ამბიციების გამო. ვიღაცა წავიდა ბიძინა ივანიშვილის ჩარევით, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა დაესუსტებინა, ვიღაცა წავიდა იმიტომ რომ დაიჯერა, რომ თვითონ შეეძლო და ქონდა უნარი რომ მარტო ეკეთებინა რაღაცა და უფრო მაგარი იყო ვიდრე შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი და ასე შემდეგ, რა დროს მაგრობაზე იყო აქ საერთოდ ფიქრი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ყავდა და ამდენი ხანი ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რაც შეძლო, რომ მე-14 წელია უკვე ხელისუფლება მიტაცებული აქვს და არის აგერ ხელისუფლებაში, ხო? ამიტომაც იდეოლოგიური განსხვავებების გამო ნაციონალური მოძრაობიდან ვინც გეუბნებათ, რომ მაგიტო წავიდნენ ამ 14 წლის განმავლობაში, გათხოვებენ. წავიდნენ, იმიტომ რომ ხო, ვიღაცას ესე თქვენ უკეთით თან, აი, კი, იმიტომ რომ ივანიშვილთან გარიგებით ვინ წავიდა მაშინ პირდაპირ. მოდი ხა მე ესე ვიტყვი, რომ 14 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სამმართველოს ძალიან კარგად შეუძლია ეს დასკვნები თვითონ გამოიტანოს. კი ბატონო, მელიას ნაწილში ვიტყვი. მოძრაობის სამმართველოსაც არა, მარტო ანა ერთისა მელიას ნაწილში. ნახეთ, მე
დაუტოვებ ამას საზოგადოებას, მათ შორის რომ თვითონ შეაფასონ ეს ყველაფერი. ეხა კონკრეტულად, იმიტომ რომ მე ეხა წასულებზე რო ვლაპარაკობ მელიაზე მარტო. კი, თუმცა მელიას ნაწილში ერთს ვიტყვი, ანა, სხვათა შორის ახლა მომწერა ერთმა ადამიანმა, რომელიც მიყურებს, არ ვიტყვი ვინ არის, რომ ნიკა მელია ფაქტობრივად გააგდესო და ბევრი შეფასებით ეს ასე ჩანდა, მოდით ვიყოთ სამართლიანები, თუ გავითვალისწინებთ ინფორმებს, როგორც მოხდა მელიას, როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაშვება, შემდეგ არჩევნები, ხაბეიშვილის არჩევა და ასე ამას. ამასაც უპასუხებ რა. ერთი წუთით ხალხო რა. ანუ გაგდება რას ნიშნავს? ჯერ ერთი აქედან დავიწყოთ რომ აი მარტო გარემოს რო შეუქმნიო მიდულებული ანუ არჩევნები წააგო და ამიტომ ჩერჩილმა რო არჩევნები გიქცათ საკუთარ პარტიაში პრობლემა ქონდა და გადააყენეს რა და მარგარიტ ტეტჩერს ბოლო ანუ არჩევნები წაგება რა არის კამსარი ვინმე გამობული არჩევნები ვარშალომიძემაც წააგო და ვინმე წარმოუდგენია რომ ვარშალომიძე არჩევნებს წააგებდა მელიას ერთმანეთი დავასრულებ მე რა არის აუცილებლობა იყო არჩევნების ანა მაშინ ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის სამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა ანუ მე არ ვეთანხმებოდი ამ ფორმით ამარჩევნებს. გამოვედი და თქვი კიდეც, რომ მე არ ვიყავი მომხრე, რომ ეს ყველაფერი საჯარო დაწყებულიყო ესე, იმიტომ რომ აი ველოდი იმას, რაც შემდეგ იყო, მაგრამ ხალხო, ასევე რა ტრაგედია იქნება, ვერ გავიგე. მე ვარ ეხლა ზუგდიდის ისა რა ქვია, თავმჯდომარე მათ შორის და ვარ პოლიცსაბჭოს წევრი. და ხვალ რომ მე გადამირჩიოს პარტიის აქტივმა და თქვას, რომ წითლიძეზე უკეთესად ამას გააკეთებს, არ ვიცი, ვიღაცა, რომელიღაცა სხვა, აუდგე და ამის გამო რაღაც ტლინკები ვყარო და პარტიიდან წავიდე და ის რა ქვია, ის ვახსენო, რა ქვია, ხან ბუა ვანო მერაბიშვილი ვახსენო. სად არის ეს ვანო მერაბიშვილი? ხა 2 წელი რო აჯანჯღარეს პარტია ამ სიგიჟეში, ხა ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი მართლა. ამიტომ არც ეს იყო სწორი და მე ვეუბნებოდი მაგას სხვათა შორის ნიკას, როცა არჩევნების შედეგები დადგა და ყველას მარტო ნიკას არა, ყველას ვისაც ამ 14 წლის განმავლობაში რაღაცა განსხვავებული პოზიციები ქონია ამ პარტიაში შიგნით თუნდაც რაღაცა არ მინდა ძველ თემებზე გადასვლა მაგრამ თუ მეკითხებით მაშინ არა ანუ თუ მეკითხებით მაშინ გააგდესო გაგდება არ იყო და ზუსტად მაგას ვეუბნებოდი რომ არჩევნები წაგება არ ხაბეიშვილის ეთერი ფორმულაც იყო ყველას გვახსოვს ანა რა შოშია ხაბეიშვილის ეთერი კაც ხაბეიშვილი არ იყო მარტო პარტია უკაცრავად პარტიაში ვიყავი ძალიან ბევრი მათ შორის ადამიანი ნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ და თელმა სანაცეთმა გადაწყვიტოს რომ ანა წითლიძე აღარ უნდა იყოს რა თქვით რავარო აი თქვენმა ამომრჩეველმა აქტიურმა პოლიტიკოსებმა აი ესე არსაიდან ეს მაგრამ პარტიიდან არ წავალ ისა ანუ ეს ჩვეულებრივ ამბად მიიღებ არა ერთი წუთით აბა თქვენ რა გონიათ რომ სკამს გამოვეკიდები და ის დავიბოღმები და სკამს ჩავეჭიდები და სავარძელს მივეს კოჩები და აღარ წავალ თქვენ რა გონიათ 23000-მა ამომრჩეველმა გადაწყვიტა თქო რომ ხაბეიშვილი ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე ეხლა ჩვენ ხო არ შეუდგებით არა რას ნიშნავს კაი ისიც რა ქვია რომ დადგა ეხლა რო იცახით არ მილაპარაკე ამაზე არასოდეს და არ მინდა ხოლმე ამაზე ვილაპარაკო იმიტომ რომ ეს არის თემა რაც ნაციონალური მოძრაობის შიგნით უნდა გარჩეს და უფრო მეტი სალაპარაკო აქვს მიშას მაგრამ უკაცრავად ეხლა ეს კონდიციაც ისე ხო არ მოსულა ანუ ისე გაიღვიძა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა უცებ და გადაწყვიტა რომ მელია უნდა წავიდეს არა მაგასაც ხო თავისი ბევრი შეცდომა ქონდა და არ ვიტყვი მე ხა ბევრ რაღაცას კიდე საჯაროდ უკაცრავად რა ამიტომ არავინ არ გაუგდია არჩევნების ისა თუმცა შეცდომები რა თქმა უნდა ერთი მხარიდანაც იყო და მეორე მხარესაც იყო შეცდომა იყო პოლიცსაბჭოზე ბოიკოტის გამოცხადება და არ მოსვლა მელიას და მისი მომხრების მხრიდან მაგრამ შეცდომა იყო ასევე პოლიცსაბჭოს მელია და მისი მომხრების არ შეყვანა და მე ამას ვეუბნებოდი ორივეს მაგრამ აქ ისე არ არის უკაცრავად რა ვიღაცა გააგდო და ვიღაცამ არჩევნები წააგო თუმცა არჩევნები წაგება ეხა არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად ისქნა მე რაც აკეთეს მაგრამ ნუ ეს იყო გაგდებასთან დაკავშირებით მოდი და დღევანდელი რეალობა ეხა რასაც უყურებთ არ არის ეს სასიამოვნო ანუ იცით რატო არ არის სასიამოვნო და არათუ არასასიამოვნო პრაგმატულის არ არის იმიტომ რომ ორივე არის ციხეში რაც უფრო მეტად ეს ყველაფერი გაგრძელდება მით უფრო დიდი ხანი მოუწევს ციხეში კიდე ყოფნა და მოუწევს ამ ქვეყანას ივანიშვილის პირობებში ყოფნა მაგრამ ხო ეს მათი არჩევანია რომ საჯაროობა ეს ყველაფერი რაჭა არა მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს ვისაც ვინც მაგაში იყო რომ იქ რაღაცები არ უნდა ვთქვათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ პირიქით ეხა გვიანია კიდე მიხეილ სააკაშვილს თუ ვინმე საქმელი ქონდა მიშას ქონდა და მე ვეუბნებოდი და ურჩევდი და არ დაიჯერა მაშინ ჩათვალა რომ უფრო მნიშვნელოვანი არის რომ ეხა ერთიანობა იყოს ამბავი იმიტომ რომ სულ ესე უყურებს ხოლმე მიშა რომ თავარია ერთიანობა თავარია ეს ქვეყანა გადავარჩინო და მე ეხა რა მნიშვნელობა აქვს ჩემზე ვინ რა თქვა ვინ რა და ასე შემდეგ სულ ესე უყურებს თორემ მე საერთოდ ურჩევდი რომ არჩევნებამდე უნდა ეთქვა ძალიან ბევრი რაღაცა რაც სათქმელი იყო
ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით და ყველაფრისთვის თავისი სახელი უნდა დაერქმია, იქნებ სხვა შედეგი ყოფილიყო. ხო, ეხა და იქნებ ესე არ ყოფილიყო, ეხა როგორც არის ქვეყანაში. მაგრამ იმ პოსტშიც ეხა უსამართლო რა არის და რატო არის თქო ეს რომ ეს სამწუხაროა თქო, მაგიტო იმას მოვაყოლე მე და გამიწყდა აზრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა წასულთან პრეტენზია მაქვს და ყველას პატივცემ იმ გატარებული წლების გამო, რაც ერთად ყოფილიყავით ბრძოლაში, მაგრამ სად მიხეილ სააკაშვილის სტატუსი ეხა და სად მე ეს სტატუსი ეხა ძალიან ძნელი საყურებელია დეგრადაცია მართლა მელიასი კაცი რომელიც პარტიის თავმჯდომარე იყო, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო, მათ შორის და ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გარეშე ის შეიძლება პარტიის თავმჯდომარე ვერასოდეს ვერ გახდებოდა. და ამ პარტიაში ვერ გახდება მის პარტიის თავმჯდომარე თუ მიხეილ სააკაშვილი არ უჭერს მხარს ეხა უკაცრავად და გამოაცხოს ის წერილი, რა წერილის გამოაცხო. ჯერდი ის სტატუსი რო გავარჩიო, სულ რატომ ხდება, რომ სააკაშვილი რამეს თუ დაწერს, პირველ ეჭმიტანილად მელიაა და შემდეგ მეორე პოსტი სულ მოყვება ხოლმე მიხეილ სააკაშვილს, რომ იცით რა არა, მელია არ მიგვიწია. ხო და რა ქნას ეხა სააკაშვილმა მითხარი ისა, რა ქვია, ანუ სწორი ხარ გეთანხმები, ანუ, მაგრამ სააკაშვილმა რა ქნას მითხარი და წერს ყველა პოსტში რომ არ გულისხმობდი იქ მელიას და იმ პოსტშიც კაცო ადამიანმა დაწერა, ეხა ყველა საინტერესო რა იყო. იმ პოსტში რო გამოვარდა და მე ეს რაღაცა ბოღმიანი პოსტი რო დაწერა და პოლიტიკაში ბოღმა არ არის ის, რაც ადამიანს ეხმარება სწორ გადაწყვეტილებაში. არ არის ეგ ნარცისიზმი და ბოღმა და ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს ყოველთვის შეცდომას დააშვებდეს და მათ შორის ნიკას დააშვებინოს ყოველ დღეს ვინც ეუბნება რომ კარგი გააკეთა მაგ პოსტის. არის მისი მტერი, იმიტომ რომ დრო გავა და მიხვდება მაგას რა. არ არის ეს პოლიტიკა ესეთი რაღაცაა, რომ ყოველთვის ყველასთან სალაპარაკოს სივრცის დატოვება უნდა შეგეძლოს უბრალოდ რა. და თვითონაც ზუსტად იცის, ეხლა დეტალებში რო ჩავყვეთ იმ პოსტშიც ვინ იქნება მტყუარი და ვინ იქნება მართალი და არ გავაკეთებთ მაგას, ხო? ეხლა რა შეეხება თქვენ რაც ვკითხეთ ის პოსტი რო აღხსნა და ამით რომ მორჩეს მე ეს რაღაცა ვაქხანალია ამასთან დაკავშირებით რა. რა დაწერა ამ ადამიანმა, კაცო, მიშამ დაწერა პირ პოსტში და პირველ ნაწილში განმარტა, რომ ხალხო ისმეც ვინც მე ვიგულისხმე მოღალატე არ არის ნიკა მელიაო, არ არის მელიაო, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილმა ნაციონალური მოძრაობის წარმოიდგინა რომ ეს ადამიანი არის ნიკა მელია. არასწორად საერთოდ, მაგრამ წარმოიდგინა ესე. განმარტა ადამიანმა და თან მე მოვაყოლა რომ არ არის ეს ნიკა მელია და ანებე თავი ნიკა მელიასო, ნიკა მელია შეცდომა მგონიო რომ აქცია დაშალაო. და ეს აქცია დაშალაო რატო გაბრაზდნენ ამაზე ვერ გავიგე ნაციონალური მოძრაობის 80%-ზე მეტი ანუ ასე თulis რომ ის აქცია ნიკა მელიას არ უნდა დაეშალა. მე არ ვარ ამ ადამიანებს შორის ესე შემიძლია ვთქვა. იმიტომ რომ მე სხვანაირად არა, მე სხვანაირად უყურებ მაგ პროცესს და მე მგონია რომ აქციის დაშლა არ იყო მელიას თავარი პრობლემა ამ ქვეყანაში და ამ პარტიაში და მელიას ყველაზე დიდი ცოდვა ამ პარტიაში და მათ შორის იმ აქციასთან დაკავშირებით მე არ მეკუთვნები იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია რაღაც ცალკეულ ადამიანებზე ისა რა ქვია პასუხისმგებლობა გადაანაწილოს. თუ მელიას პასუხისმგებლობა არის, მაშინ თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა არის ხო? მათ შორის ჩემი შეიძლება და ბევრი იმ ადამიანის, ვინც ვიყავით მაგ პროცესებში. ამიტომ მიუხედავად ამისა, რო ახსნა ბოლომდე, მიუხედავად ამისა, ახლა 80% ჩვენი მხარდაჭერების ეს ასე ჯერა, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოიდგინათ ეგ პროცესები და სხვანაირად იყო დაანონსებული და კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ანუ ადამიანმა ეს თქვა და მე გამოიცხო ის პოსტი რა პოსტით გამოიცხო მელიასგან. კი ბატონო, სხვათა შორის სააკაშვილის პოსტშიც, მათ შორის ძველშიც და თუნდაც მელიას აი ამ ბოლო პოსტშიც, აი ჩემთვის რა მაგალითად რაც საინტერესო რაც იყო რომ საც კითხულობდი იყო სააკაშვილის გზავნილში რომ კონკრეტული პარტიიდან წასულ ადამიანებს ქართულ ოცნებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა მათ შორის გილაური უხსენებია არაერთხელ და მე ამაზეც დაასუსტა სააკაშვილმა რომ არ გულისხმობდი მელიასო და მელიას ეს ბოლო პოსტი სადაც მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს პირიქით ქართულ ოცნებასთან გარიგებაში ხომ 2022 წელსო ის ვიღაც ადამიანი ვინცაც არასახელებთ ყოფილა რაღაც შუამავალი მათ შორის ხელისუფლებასთან დადიოდა თურმე და ასე შემდეგ აი ორივე ერთმანეთს ადანაშაულებს ქართულ ოცნებასთან გარიგებაში რაღაცა ამიტომაც ბევრი რაღაცა მაგიტო ვთქვი მე თავიდანვე რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და სანამ თავისი სახელი ყველაფერს არ დაერქმევა მანამდე იქნება ის რაც ახლა არის და მე აი ამ ყველაფერს რომ თავისი სახელი დაერქმია სწორედ ამას ვითხოვდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და უნდა გაიკეთებინა ეს მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით თავისი არგუმენტები ჰქონდა და მე მესმის ეს არგუმენტების და ვიზიარებ და პატივცემ მის ამ არგუმენტებს მაგრამ მოცემულობა გვაქვს ის რაც არის ხო აი ახლა არის აი ეს ახლა არ ვიცი რაღაცა აი ამაში რაშიც ვართ და არ დამთავრდება ეს არ დამთავრდება მანამ სანამ რაღაცა ბოლომდე არ გაწყდება სანამ ერთმანეთს ბოლომდე სათქმელს არ ეტყვიან და სანამ მე რაღაცა არ დაიწყება ახალი ამ იმაში რა ქვია ურთიერთობებში ხო მაგრამ ახლა მართლა რა ანუ ძალიან არ ჭირდება ამას რაღაცა მიხეილ სააკაშვილის მომხრეობა ან არ მომხრეობა ან რაღაცა ძალიან ობიექტური თვალით რო შეაფასო ადამიანმა უბრალოდ დაწერა საერთოდ სხვა და მე საერთოდ აბსოლუტურად რაღაცა სრული ღვარძლის ეს წამოვიდა რაც ამაზე იკითხეთ გვარა
გვარამია თუ ეთანხმებოდა ცალკე რატო არა მე მაინტერესებს იმიტომ რომ არის იმიტომ იცი რატო და ეხლაც მაინტერესებს გულწრფელად ნიკა გვარამია ეთანხმება ამ მოცლის მეზღაბრეობას რაც დაწერა იმიტომ რომ 20-21 წლები რასაც მელი ახსენებს ეხლა სრული აბსურდი და ტყუილი რო იქ ვიღაცა ვივამეჩი თურმე არ მიშა ვიღაცასთან თანამშრომლობდა ქოცებ რა ნუ რაც დაწერა გარიგებას მე გადააგდესო ხო რაც დაწერა გარიგებასთან ხო და მე ხა მაინტერესებს 21-ში იმ წლებს რა წლებსაც ნიკა მელია ასახელებს თავარი გადაწყვეტილების მიმღები ვინ იყვნენ უკაცრავად ხო ვერ მეტყვით პარტიაში ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე თავარი იდეოლოგი ნაციონალური მოძრაობის და ხელმძღვანელი ამ ყველაფრის იყო ნიკა გვარამია მათ შორის და ბევრ რაღაცას მე ანაწილიძე და ჩემნაირი კიდე ძალიან ბევრი სადაც ტელევიზიით ვიგებდით ძალიან დიდი ბოდიში რა და ვისაკისებს პასუხისმგებლობას ანუ 21-ში ესენი თავარი ტიპები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში თავარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ თავარი ინფორმაციები მათ ჰქონდათ ჩვენ ვიგებდით მე ამ ინფორმაციებს და ვის საყვედურობს მელი ანუ 21-ში თუ გაიგაროთ სააკაშვილი შეკრული იყო ქოცებთან რა მოათმენინა რო ეს არ თქვა კაცო აი რა მოათმენინა რა შუაში აქ მიშა ციხეში ისდა და ამის შემდეგ სანამ არ გააგდეს როგორც თვითონ ამბობ ჩუმად იყო თუ და რო გააგდეს პარტიიდან მე გაახსენდა რომ მიშა იყო შეკრული ქართულ ოცნებასთან ანუ ძალიან სისულელია და ეს არ მეტყოლებს არც მიშაზე და არც ნაციონალურ მოძრაობაზე, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ბევრჯერ უნახავს და გამოუცდია 14 წლის განმავლობაში. აი ესე რომ წასულან რაღაცა ფურთხებით ნაციონალური მოძრაობისგან და მე რომ მოუწიათ ისო სხვანაირად რიტორიკის შეცვლა და ვნახავთ კიდე ძალიან ბევრჯერ. იმიტომ კი არა რომ გრაფ თაშესხმული ანგელოზები ვართ ნაციონალურ მოძრაობაში. არა, იმიტომ რომ სიმართლე არის ერთი და ამ პრეტენზიასაც ვერ მივიღებ და ამ პრეტენზიასაც ვინმეს ვისაც რაღაცნაირად უფრო მეტი ესმის ან ყოველ შემთხვევაში კი არ უნდა უბიძგოს ესეთი რაღაცა გააკეთოს, რაც ნიკამ გააკეთა. მაგიტო თქვი მე ვინც ახლა ეუბნება რომ შეკაი დაწერე, ყველა არის მისი მტერი. იმიტომ რომ თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა მაგწლების პირველ რიგში ეკისრება ნიკას და პირველ რიგში ეკისრება მაგიტომაც ვახსენე გვარამიას, ეკისრებათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ მიშა სააკაშვილთან მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრი ვიყავი, შარტოს შესვლის შესაძლებლობაც არ ქონდა და მაქსიმუმ ორჯერ შევედი უბრალოდ. ამიტომაც ძალიან დიდი ბოდიში რა, თიც ნუ გამოიშვერს ხოლმე ესე აი ეს არგუმენტებიც კი რაც ახლა მე მოვიყვანე, ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ახლართულია და ძალიან აიბლანდა და ბოღმაშურება მაგას. და თუ მესმის რომ ეს კითხვები ამ პოლიტიკა არ არის ვიღაცა უყვარდეს და ვიღაცა მოწონდეს. მით უმეტეს ახლა ამდენ რაღაცაში რა წლების განმავლობაში ამ ორი ურთიერთობაში ესე გროვდებოდა სრულად უსამართლოდ მიშას წინააღმდეგ, იმიტომ რომ არასოდეს არავისთვის მიშა სააკაშვილს არ მოუთმენია იმდენი, რამდენიც ნიკას მოუთმენია, როდესაც ნიკა ამ პარტიის თავმჯდომარე იყო და რომლის მოთმენაც მე რო ყოფილიყავი მიშას ადგილას. აი შეიძლება და ძალიან ბევრ რაღაცა. აი პარტიის აქტივ არ ვიტყვი ხა ამას მე საჯაროდ ხა ხო არ ჩამოუდგები და ჭორიკნობას ხო არ დავიწყებ მართლა წერილს ხო არ ანუ არ ვილაპარაკებ მაგ დეტალებზე თქო მე, მაგრამ ძალიან კარგად იცის ეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლობას, მაგრამ თუ ვინმეს თქო მიშა სააკაშვილმა დღეს რომ გამოდიან და დღეს რომ გამოდის და მიშაზე იძახის რომ პოზიტიური არაფერი არ ქონია მელიას პარტიის თავმჯდომარე. რა არ ქონია. ზუსტად იმიტომ რომ პოზიტივი ქონდა, ზუსტად იმიტომ რომ საერთო ბრძოლის მნიშვნელობა იყო ჩვენთვის მთავარი და მიშასთვის მთავარი, ზუსტად ამიტომ ითმენდა მიშა მაგ ყველაფერს შემოკარგო. მათ შორის ერთი ფაქტორი 2021-ის არჩევნების იმ დიდი გაერთიანება. რომ მელიას არ ქონია და მელიას მიუხედავად თავისი აი ამ გამოყენებისა მიშას წინააღმდეგ თუნდაც ზუსტად მაგიტომაც ვიყავით ადამიანები ამ ყველაფერს ირგვლივ რომ მაგას ვაცნობიერებით რა თქვენ რომ ნიკას ბევრი თავისი დამსახურებაც ქონდა ასევე მაგ ბრძოლაში ამას არავინ არ უარყავს და არასოდეს არ მიუარყვია ეს ხო მაგრამ უკაცრავად ეხლა გამოვიდა ადამიანი და თქვა რომ ისე რა ქვია მიშასთან ვერ ხედავ ქვეყნის ინტერესს და თუ ჭიჭინაძესთან ხედავ და ტრიბუნის წარმომადგენელი რო იყო კაცო ქვეყნის ინტერესს და მიშა სააკაშვილთან ვერ ხედავს ქვეყნის ინტერესს და ეკა ბესელიასთან ხედავ და ქვეყნის ინტერესს ისა რა ქვია ნიკა მელია და უნდა იძახდა რომ ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ და ეხლა მიხეილ სააკაშვილთან ვერ ხედავს თუმე ქვეყნის ინტერესს ხო ანუ ძალიან აცდენილია ეს ყველაფერი და არ არის ეს ის რაც საბოლოოდ სულ ვამბობ და გავიმეორებ რომ დრო ანახებს ყველაფერს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ამ პროცესში ადამიანები ძალიან მენანება და მენანება იმიტომ რომ 14 წლის განმავლობაში ვნახე საკუთარი ხელით როგორ გამოისვეს ხელში დანა ადამიანება პოლიტიკურ პროცესში ვნახე ეს და არ მინდა ზუსტად იგივე კონდეს ნიკასაც. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩემზე დარწმუნებული ვარ, თუ მიყურებს, ისიც გაბრაზებული იქნება, ალბათ კედლებზე გავა და წინათ პოსტი მომიძღვნა და რა ვიცი, კიდე მომიძღვნას. თუნდა მე ვერ დამიკარგავს ეს, რაც კარგი ქონდა და რაც უბრძოლია ნიკას. ვერასოდეს ვერ დამიკარგავს და ვერ შემიცვლის ამ იმას, რა ქვია, პოზიციას და დამოკიდებულებას. მაგრამ ის რაშიც ეხლა არის და თუ ეს ბოღმა არ გადალახა, რაც საკუთარ გულში აქვს ნიკა, ჩემო კარგო, შენ კი არა, მართლა ჩერჩილი საკუთარ პარტიაში არ ქონდა პოზიციები და ბოლოს გადააყენეს და მარგარიტა ტეჩერი. ეხლა ეს ყველა
ყველაფერი თუ არ გადალახე, ეს ყველაფერი თუ არ დაინახე ცოტა სხვანაირად, ძალიან გაუჭირდება არამხოლოდ პოლიტიკაში ყოფნა და პატიმარია ადამიანი და ძალიან არ მინდა ხოლმე და თან დამნაშავედ გრძნობ ასევე, როდესაც მიწევს რომ კომენტარი ვაკეთო ციხეში როა ისეთ ადამიანებს. აი გულწრფელად არ მსიამოვნებს უბრალოდ რომ კომენტარი ვაკეთო, იმიტომ რომ ბევრად მეტის თქმა შეიძლება. მაგრამ ერთი არის რომ 14 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან უკაცრავად ეხლა ვინც ნაციონალურ მოძრაობაში მიხეილ სააკაშვილის რეიტინგით, რესურსით, უბრალოდ შედგნენ როგორც პოლიტიკოსები, ფრთები შეისხეს, ცნობადობა აიმაღლეს, საერთაშორისო კონტაქტები დაამყარეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მიშა კარგი იყო მაშინ, როდესაც მისი გამოყენება შეიძლებოდა, აი გამოყენება რომ შეიძლებოდა და ეხა უცებ ისა რა ქვია, ციხეშია მიშა ცოტა მოსუსტა და ამიტომ შეიძლება რომ მიშას იძახო ის რაც უძახო და თქვა რომ თურმე მიშასთან ვერ ხედავს ქვეყნის იმას რა ქვია ინტერესს და სხვაგან ხედავს ამ ქვეყნის ინტერესს. სამწუხაროა და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი სადღაც გაჩერდება. მე მომხრე ვარ იმისი რომ ითქვას რაც არის სათქმელი ხო ეხლა ამ მოღალატეობასთან დაკავშირებით მე მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ანუ იმიტომ რომ ეს არის თემა რომელიც არის რაზეც უნდა თქვას მიხეილ სააკაშვილმა. ხო კიდევ ვიზახი ხა ამ ნაწილში არ იგულისხმება მე როგორც ვიცი მელია და საერთოდ სხვა რაღაცაზეა საუბარი, მაგრამ რა ვიცი თვითონ ადამიანი როცა გადაწყვეტს რომ ამაზე ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს, ილაპარაკებს ამაზე ხმამაღლა. კარგი, დანა. და აი ეს ყველაფერი ახლა რაც არის თავარი ასევე რაც მინდა ვიკითხო, აი ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება გარედან? მე ვამბობ ამ შემთხვევაში ამურჩევლის თვალით დანახული ეს პროცესი და არ ვიცი, მართლა მაინტერესებს იმ ოპოზიციურ ალიანსში იმ ყველაფრის მერე რაც ხდება, ეხლა გამეხიმა კიდეც მელიას დამოკიდებულება მიშაზე ვიცით, ჩერგოლეიშვილის დამოკიდებულება მიშაზე ვიცით, ცალკეულ პოლიტიკოსებზე რო არ დავწრილმანდა ესე ვთქვა. აი ამ ყველაფრის მერე, აი ამ ალიანსით რაღაცა ერთობას რო პოზიციონირებ ეს ამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ანა როგორ ფიქრობ ანუ ხო ძალიან გულუყოლოდ უყურებ პროცესებს რომ პოლიტიკა არ არის მე შენ მიყვარხარ ანუ უნდა და მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს და ან მელია უნდა ერთი მოღალატე რაღაცა მომავალს არ გვიძახია მოღალატე და ხედავ შენთან ერთად გარიგებული არ გვიძახია მიშას არ უძახია მოღალატე და გაყიდული მელიასთვის არ უძახია ეს ერთი ეხლა რა შეეხება დანარჩენს პოლიტიკა არ არის ვიღაცას ვიღაცა მოსწონს ან ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს. არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკა ესე და არ იქნება არასოდეს. პოლიტიკა არის საერთო ინტერესები და საერთო ინტერესების რომ უნდა იყოს წინ და საერთო ინტერესების ყველამ თავისი ეგო უკან რომ უნდა დაწიოს, აი ამას ქვია თანამშრომლობა. და ეს არის ეს ალიანსი და აქ ალიანსზე არ არის მარტო საუბარი ზოგადად თანამშრომლობაზეა, თორე შეიძლება ხვალ ალიანსი ერქვას, ზე კიდე რაღაცა ერქვას, მილიონი გვინახავს, ასეთი. კარგად გამოიყურება თუ არაო, თქვენ მე ეს ვკითხეთ. არ გამოიყურება კარგად. საერთოს რას ხედავთ? სააკაშვილს მქონდა კითხვები 40 მილიონზე. ეს არის, ნახეთ, ამიტომ მელიას რა დამოკიდებულება აქვს, ხედავთ? ანუ ეხა ისე ნახეთ, ბევრი შეკითხვა არის. პირველი ხო ეს არის, თქვენ ამაზე ხო მკითხეთ, ანუ ალიანსის ბედთან დაკავშირებით და მკითხეთ, რომ ერთმანეთს თუ მონძღავთო, მე ერთად როგორ ხართო, ხო? მე გიპასუხე ამაზე, რომ პოლიტიკა არ არის ვიღაცას ვიღაცა უყვარს. პოლიტიკა არის საერთო ინტერესი. ბრალდებები ანა ამას ხო აქვს ნიშნულობა, აგერ მე ამბობს მიშა კოცებთან გარიგდაო ხო ეს სააკაშვილის პოსტი იყო 40 მილიონზე, იკა გილაურიო ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო, ეხა ეს ხო მაინც თქვა მიხეილ სააკაშვილმა რა. ეს არის კითხვები, რომელსაც უნდა გაიცეს პასუხი. ოღონდ პასუხი უნდა გაიცეს საჯაროდ, იმიტომ რომ ეს არის კითხვები, რაზე პასუხი სჭირდება ამომრჩევლს პირველ რიგში. ნახეთ, მაგრამ კიდევ ვიძახი, რომ საერთო ინტერესი არსებობს და თუ საერთო ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი და არის უფრო მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილი თქვენ გონიათ ეროვნულ მოძრაობაში ყველას ყველა უყვარდა? არ უყვარდა. არ უყვარდა და ეს კადრების ნანახი გვაქვს ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში რა ხდებოდა ხოლმე ერთმანეთთან ურთიერთობებში, მაგრამ მიზანი იყო საერთო და მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. და აქ არის მიზანიც იგივე რუსი ოლიგარქის მოშორება და ამ ქვეყნის გათავისუფლება და როცა მიზანი არის ეს მაშინ დანარჩენი არის ეს კონტექსტ რომ ვიღაცა ივანიშვილთან გარიგებასდებს და თან საქმეს სჭირდება და მოდი ერთად ვიბრძოლოთ ახლა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასასტუმრებლად ეს როგორ თავსდება ერთმანეთთან ნახეთ ეს იყო პირველი ნაწილი თქვენი კითხვის ახლა ეს არის მეორე ნაწილი თქვენი კითხვის რაზეც გიპასუხებთ კი ეს კითხვები ხო არის ერთმანეთთან ხო ანუ ერთმანეთთან მე ესე არ ვიტყოდი ერთმანეთთან იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა მიშასთან რა კითხვები შეიძლება იყოს თუ ამ რაღაც ბოღმიან წერილს არ ჩათვლით რა წერილის ნიკას ჰქონდა და აქაც პასუხისმგებლობა მისია პარტიის თავმჯდომარე იყო თვითონ და აი უბრალოდ ძალიან მარტივად შეიძლება ვიღაც ჩაოლებრივ ამორჩეულს გაუჩნდეს ესეთი კითხვა რომ
თუ ეგ ხდებოდა, მაშინ თვითონ რომ პარტიის თავმჯდომარე იყო, სად იყო და ხმას რატო არ იღებდა მთელ სამ პროცესში. და როცა პარტიიდან არ წავიდა, მაშინ რატო გაახსენდა ეს ყველაფერი? არა დამაჯერებლად გამოიყურება. მაგრამ სხვა კითხვები არის კი და ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაიცეს. გაიცეს საჯაროდ. იმიტომ რომ ამაზე პასუხი ჭირდება ამომრჩევლს და შემდეგ უკვე ამომრჩევლმა გადაწყვიტოს ვინ, სად და როგორ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შენი რიტორიკა, როდესაც ემთხვევა 14 წლის განმავლობაში ქოცების არსებულ რიტორიკას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ცოტა უნდა დაფიქრდე, რომ ძალიან არასწორი ფოკუსი გაქვს არჩეული და ფოკუსი გაასწორო. იმიტომ რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმები მიხეილ სააკაშვილზე ჩვენ გვინახავს არაერთი და მოთმენაც იმდენი მინახავს რომ გამკურებია ხოლმე მიშასგან რომ აი რატო ითმენს ამდენს და გაუღიზიანები ვარ კიდეც მაგას რომ აი ამდენი მოუთმენია მელიას არ გულისხმობ. კი რა თქმა უნდა. თქვენ უფრო გაბრაზებული ჩახართ ვიდრე სააკაშვილი მელიაზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე საერთოდ გონია რომ მიშას მანამდე ბევრი რაღაც მელიასთან მიმართებაში არა მარტო კაცო, მე მელია აქ ერთ-ერთი იყო ბევრ პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ მიშა ჩემგან განსხვავებით ყოველთვის უყურებდა ესე, რომ მიშას აქვს უდიდესი უნარი, აი უდიდესი უნარი იყოს მიმტევებელი და უდიდესი უნარი აქვს ასევე საკუთარი პირადი ეგო დაწიოს უკან და საკუთარი მლანძღავები, ვინც მას მლანძღავდნენ და არაერთხელ გვინახავს, როცა საქმე სჭირდება, მაგათთან ერთად დადგეს და მაგათთან ერთად იმუშაოს და იბრძოლოს. მე ვაღიარებ, რომ ჯერჯერობით ვცდილობ რომ ეგ უნარი გამოვიმუშაო და ბოლომდე არ მაქვს, მაგრამ მას აქვს და მაგიტო ეგ დიდი მასშტაბის რომ მას აქვს ეს უნარი და არასოდეს მაგაში არ შემცდარა. არასოდეს და ერთიანობა სხვათა შორის 2024 წელს მიშას ინიციატივა იყო, სადაც იძახდა რომ ჩვენ ყველაფერს დავთმობთ, საპარლამენტო მანდატებსაც, სიის ნომერსაც, პარტიის ნომერსაც, ყველაფერს გავიდეთ ერთიანი ფრონტით, იმიტომ რომ თუ ეხა ჩვენ დავმარცხდებით ყველა ერთად და მაშინ აქ რაღაცა მრავალფეროვნებაზე და რაღაცებზე გოლაპარაკებოდნენ ადამიანები რომლებიც საბოლოოდ შედეგი მივიღეთ, რა მივიღეთ ყველამ ერთად, რაც მივიღეთ. ამიტომაც არ არის ეს არავისთან ეს არ გამოიყურება, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ კარგად, მაგრამ ყველა ჭირდება პასუხები და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ოდესმე აი ესე მორჩება და ფოკუსი გასწორდება და ეს ფოკუსი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.